ჩინეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის და სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი დასრულებულია. დღეს დილით ირაკლი კობახიძემ შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე საქართველოს პავილიონი დაათვალიერა, სადაც გამოფენილია ქართული ნაწარმი, ღვინო, მინერალური წყალი და ტექსტილი. ქართული კულტურის სადემონსტრაციოდ სხვადასხვა აქტივობა დაიგეგმა, მათ შორის ტარდება კვების მასტერკლასი. ირაკლი კობახიძე შანხაიში ჩინელი კოლეგის სპეციალური მოწვევით იმყოფებოდა. შეხვედრა გაიმართა ასევე შანხაის მერთან. ორ ქვეყანას შორის პრიორიტეტად სახელდება 2023 წელს ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება, საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება, ჩინური ინვესტიციების მოზიდვა და ტურისტული ნაკადების გაზრდა. შალვა სუმბაძე დეტალებით. საქართველოს დელეგაციის სამუშაო ვიზიტის ბოლო დღეს შანხაიში პრემიერ-მინისტრი მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს პავილიონებს სტუმრობდა ჩინეთის საერთაშორისო მერვე იმპორტის გამოფენაზე. მან მოინახულა ყველა ის სტენდი, რომელიც საპატიო სტუმრის რანგში საქართველოს აქვს წარმოდგენილი. ამ გამოფენაზე საქმე ეხება ერთის მხრივ იმ პროდუქტებს, რომელიც საქართველოში იწარმოება, საუბარია მინერალურ წყლებზე, ასევე ღვინოზე, ტექსტილის ნაწარმზე. ასევე პრემიერ-მინისტრმა მოინახულა კუთხე, სადაც ტურისტული სექტორი საქართველოს ტურისტულ და კულტურულ პოტენციალს, ასევე საკვებ პროდუქტებს, იმ მნიშვნელოვან ისტორიულ მონაპოვარს, რაც საქართველოს აქვს, აცნობს 150 ქვეყნიდან ჩამოსულ 200,000-მდე ვიზიტორს. საკმაოდ დატვირთულია ეს სტენდები ვიზიტორებით და ყურადღება მახვილდება იმ შესაძლებლობებზე, რომელიც ამ გამოფენამ უნდა მისცეს მეწარმეებს. გარდა ამ პავილიონების სტუმრობისა, მთელი ეს რამდენიმე დღე მოსამზადებელი პერიოდი და პრემიერის სამუშაო ვიზიტი შედგებოდა საკმაოდ დატვირთული გრაფიკისგან. გაიმართა უმაღლეს დონეზე შეხვედრები თანამდებობის პირებს შორის, მათ შორის გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა შედგა საქართველოსა და ჩინეთის პრემიერ-მინისტრებს შორის, რომელსაც მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ხელი მოეწერა შეთანხმებებს და მემორანდუმებს, რამაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გააღრმავოს და ეკონომიკური და სავაჭრო პარტნიორობა განავითაროს. ძალიან მნიშვნელოვანია ექსპორტის ზრდა, გაფართოება, ჩინეთის მიმართულებით, ზოგადად ჩვენი სავაჭრო ურთიერთობების კიდევ მეტად განვითარება და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ამ გამოფენაში მონაწილეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გავესაუბრეთ ასევე ქართულ მეწარმეებს, რომლებიც წარმოდგენილი არიან ამ გამოფენაზე და მათ მხრიდანაც ვისმენთ ის, რომ არის მზარდი ინტერესი. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა, სადაც ვისაუბრეთ ორხრივ ურთიერთობებზე და ჩვენ განვიხილეთ მათ შორის თანამშრომლობის ძალიან კონკრეტული საკითხები, 10-მდე მნიშვნელოვანი თემა, დასთან დაკავშირებითაც გვინდა რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა, თანამშრომლობა და მივიღეთ ზოგადი დაპირება ჩვენი ჩინელი პარტნიორების მხრიდან, რომ იქნება სრული მხარდაჭერა, სრული ხელშეწყობა ამ მიმართულებით. ინტერესი არის ძალიან დიდი, რომ გაღრმავდეს ჩვენი ორხრივი პარტნიორობა. ხელი მოეწერა ვიზიტის ფარგლებში უმნიშვნელოვანეს მემორანდუმებს და შეთანხმებებს, რომლებიც კიდევ უფრო მეტად გაამყარებს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებსა და ხალხთა შორის ურთიერთობებს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ვიზიტის შემდეგ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გამყარდება. ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიმყოფებით ერთ-ერთ უმსხვილეს ექსპორტის გამოფენაზე, რომელიც ტრადიციულად ტარდება ჩინეთში, თუმცა წლევანდელი წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რამდენადაც საქართველო პირველად არის წარმოდგენილი როგორც საპატიო სტუმარი. ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენა 2018 წლიდან იმართება, თუმცა წელს პირველად მოხდა, რომ საქართველოს აქვს სპეციალური სტუმრის სტატუსი, რაც ნიშნავს იმას, რომ გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობენ ქართველი მეწარმეები, რომლებიც ამ ღონისძიებაზე არიან წარმოდგენილები. ჯამში 1000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული 3 პავილიონით არის საქართველო აქ წარმოდგენილი, სადაც 40-ზე მეტ კომპანიას აქვს შესაძლებლობა, რომ საკუთარი სერვისები და პროდუქტები წარადგინოს. როგორც უკვე გითხარით, ძირითადი აქცენტები კეთდება ტექსტილზე, ღვინოზე, მინერალურ წყლებზე, ასევე ტურისტულ და კულტურულ პოტენციალზე, რამაც ქვეყანაში ტურისტული ნაკადების მოზიდვა უნდა განაპირობოს. უკვე მეორე დღეა, რაც მიმდინარეობს ეს გამოფენა და 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება. მე-6-ჯერ ვარ წარმოდგენილები შანხაიში, ძალიან დიდი პავილიონით, 29 კომპანია გვყავს საკვებსასმელი მიმართულებით წარმოდგენილი, 10 კომპანია დაახლოებით ტანსაცმელი და აქსესუარების სექციაში და ასევე გვაქვს ძალიან საინტერესო გამოფენა ნაციონალური პავილიონი, სადაც ქართული კულტურული მემკვიდრეობის ტრადიციები წარმოდგენილი არის, კულინარია, ქორეოგრაფია, ამიტომ
წელს ასევე ვართ საპატიო სტუმარი, რაც შეიმჩნევა ჩვენს პავილიონზე, რადგან ვხედავ ძალიან ბევრ ვიზიტორს, ძალიან დიდი ინტერესს. ეს პირდაპირ აისახება ხოლმე კომერციულ ნაწილზეც. ბევრად უფრო მეტი მეწარმე არის ჩინელი შემსყიდველი მოსული ჩვენს პავილიონებთან და კომპანიებთან გასაუბრების შემდეგ უკვე პირველ დღესვე ჩანს, რომ დღევანდელი გამოფენა არის ძალიან პროდუქტიული. ჩინეთის მერვე საერთაშორისო იმპორტის გამოფენა 5 ნოემბერს გაიხსნა და 10 ნოემბრამდე გაგრძელდება. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შესაბამის უწყებებს მეწარმეებთან ერთად დაგეგმილი აქვთ აქტივობები, რამაც წესით და მათი მოლოდინით ექსპორტის წახალისება უნდა გამოიწვიოს. ჩინეთიდან შაოა სუმბაძე საუბრობდა.